ვიდეოში ნახავთ თუ რამდენად შეძლებს ყველაზე უსაშველო ადამიანი ბარას შველას. თავარ მოვლენამდე 8 საათით ადრე. ასევე ნახავთ თუ როგორ და რატომ შევიდა სრულიად უცხო ადამიანის სახლში. დაუპატიჟებთ. ხო, ეს ბარა. მისი ცხოვრება ბოლო დროს ზედმეტად ინერტული გახდა. წარმოიდგინეთ, არანაირი დრამა, არანაირი ტოქსიკური ურთიერთობები. კაი, ტოქსიკური ურთიერთობები დიდად არ წქონია. ახალი ცხოვრება დაიწყო, რაღაც ახალი უნდოდა. ერთი რა არაკმაყოფილებს ნეტა გამოდებინა რა. ყოველდღიური ბრჭყალებში გამოწვევები აღარ იყო მისთვის საინტერესო. და გადაწყვიტა გამოწვევები ხელოვნურად შეექმნა. ახლა ამ გამოწვევებს რომელიც ხელოვნურად უნდა შეექმნა, რა თქმა უნდა ახლა ცალკე ამაზე ფიქრი და ნერვიულობა დაიწყო. დაიწყო აქეთ-იქით სიარული. დალევა, ბოდიალი, ფიქრი იმაზე თუ რა ჯანდაბა უნდა მოეფიქრებინა საკუთარი ცხოვრების გასაუბედურებლად. და და არაფერი პრინციპში. ერთი ამ ბურთს რას ერჩოდა, ჩემ ბავშვს უყიდა გუშინ წინ, გული მისკდება ამ კადრს რო უყურებ. რა უბედურებაა, რა საკეთებ. ისე, კაი, მაგას შევეშვათ, ეს კოსტუმს ხო ხედავთ. ეს მე ჩავაცვი ეს კოსტუმი, რო იცოდეთ, კადრებს მოუხდება მეთქი და დაგვემინდა. მოგიყვათ ხო უკვე ჩემ შესახებ? არ ვიცი ან მოსაყოლი რა ქონდა, ან ეს რა კოსტუმი რატო ჩამაცვა. მაგრამ მანამ სანამ გიორგი ჩემზე ფიქრობდა და ყვებოდა ამბავს, გენიალური იდეა მომევიდა, რომელიც აუცილებლად უნდა განვახორციელო. ამისათვის ჩემი მეგობარი საუკეთესო იუთუბერი. ჯერჯერობით. საუკეთესო იუთუბერი გიგი ქათამაძე დაგვეხმარება. ეხა ჩვენ დავრეკავთ გიგისთან და ის აუცილებლად დაგვაჩელენჯებს. იგი გირეკავ მომიზადე. ბიჭო ქათამა როგორ მიწერია? გიგი არა ქათა აჰა დაურეკოთ გიგიას. აბა კიდევ ერთხელ დაურეკოთ გიგიას. ხონი TikTok-ს. Somewhere deep down in my heart. მეგობრებო, გიგი აღარ არის ჩემი მეგობარი. I still love you. არ პასუხობს. ცოტა ხანს დავაცით. 10 წუთში დაურეკავთ კიდე. ან 15 წუთში. მაგრა გამიწყო. კიდევ არ პასუხობს. მოკლედ, WhatsApp კიდევ 3-4 საათი. ან მოკლედ, ხვალამდე შემიძლია რომ WhatsApp-ო გიგი გაცდეთ ხვალამდე და მაქსიმალურად ეცადე რომ მალე მიპასუხო. აიგე? მეგობრებო, სამწუხაროდ გიგი არ პასუხობს, მეორე დღეა უკვე. მე როგორც დაგპირდით, უნდა დადებულიყო ეს ვიდეო ძალიან სწრაფად, ამიტომ გადავწყვიტე რომ გიგი ჩამენაცვლებინა. გიგი ვიცი რომ ძალიან გინდოდა ჩემი YouTube კონტენტში ყოფილიყავი. ჩამესვი და ხალხს ეთქვა რომ ვა, ბარას იცნობს ან რაღაცა ეგეთი, მაგრამ ბოდიში ვერ მოგართვით. კი პასუხა ტელეფონზე და ეხა იქნებოდი აქ. მაგრამ შემომყავს არანაკლები ინფლუენსერი. საქართველოს და აჭარის ტურფა. უბრალოდ კარგი ადამიანი. და ადამიანი, რომელსაც ჩემს ეკუთვნის ცალკე დიეტას სახელი დავარქოთ. ანუ ხო არის ბედუქეძის დიეტა, უნდა იყოს იუანეს დიეტა, იმიტომ რომ ადამიანმა დაიკლო და ისეთი შედეგი დადო. სურათს ჩავსვამ აქ. გთხოვ თუ ჩემს ედიტორს ვაი, აქ სურათები ჩამისვას რა შედეგი და რა შედეგამდე მევიდა. მოკლედ, შემოდის იუანე. ყველასთვის საყვარელი იუანე. ჩემთვის შეიძლება ნაკლებად საყვარელი, მაგრამ თქვენთვის საყვარელი იუანე. იუანე, ეხა შენი იმედი მაქვს, იმედი არ გვიპასუხებ. აჰა, შენ მიკროფონი და დამაჩელენჯე. გასაგებია, მე არ დამელოდე ჩემს garaში გადაწყვიტა პირველი ვიდეოს გადაღება. სწორედ ამიტომაც ყველაზე რთული დავალება ვის იქნება, რა თქმა უნდა, ჩემი. არ ვიცი აი მშენებელი წყალბურთელი კაცი რამ გადაგრია, მაგრამ რადგანაც მე ქობულეთში ვარ, შენთან ერთად ვერ აღვნიშნავ შენს პირველ ვიდეოს. მინდა რომ ნებისმიერი უცხო ადამიანი სახლში მიხვიდეს სტუმრად და მასთან ერთად აღვნიშნო. იქეიფოთ, იხალისოთ, ჭიქები მიუჭახუნოთ, იბედნიეროთ და ველოდები ამას ვიდეოში. მენაკე.
სამწუხაროდ რომ მეგონა რომ ჩემი პოზიტიური ენერგიის და ამ აურის დახმარებით შევიდოთ ნებისმიერ ოჯახში სამწუხაროდ არ გამომივიდა. იოანე ვიტყვი იმას რომ ძალიან რთული ჩელენჯია მარტივი მეგონა, ამიტომ გისურვებ კლავ გასუქებას და ბრუნდი იმ ეტაპზე რა ეტაპზეც იყავი. მაგრამ ნუ რას ვიზამ, არ მედები, უიჭვილი შევალ რაღაცასთან. უიჭვილი, ვიდები. გალი აშინოსაფსმელად მიდივარ. უჩვენს ნახე რა პატარა კარი. ზამოუჩველი შეგვიშვებინა. ოპ. ის რა გაია? წამო, ნუ უღებ, წამო. კიდევ ერთი უარი. მეგობრებო, ბევრი ვიფიქრეთ ცოტა, გადავწყვიტე რომ ეს უარის პროცესები რაც არის, ამომეჭრა მთლიანად ვიდეოდან, იმიტომ რომ ძალიან არასთეთიური გამოვიდოდა, მაგრამ თუ განამიხდით 100 ან $200, ყველა კადრს გაჩვენებთ როგორ ეს ჩემი კამერამენი სადარბაზოში. სალამი. უკვე მსნობ. წავედი სხვაგან. სად ხარ? თუ უბრალოდ მოგინათ кайფი, ეს რენდომ ადამიანთან ვაჟას უბნებს არ გირჩევთ მოკლედ. სხვა მაშინ უნდა გადავინაცვლოთ რა. ყველა კარს აქვს აქ ვაჟაზე პაროლი რო აქვს, თქვენ 3 როა ეს რო უნდა მიაჭირო, ამ ორი დიდით რო უნდა მიაჭირო ეგეთი და მოკლედ ამ ფონზე ხო არ დაველოდებით ეხა რა. შესაბამისად გადავწყვიტეთ რომ შევცვალოთ უბანი, ამიტომ გადავინაცვლებთ სხვა უბანში. მესამე სართულზე ამოვიდი მაგის გამო. წამოიქეწავით აქ კიო რომელი? მესამე საგადის ესა ოსენებს შეჭება. აკეში. მაგრამ ერიგე. გამარჯობათ. ბოდიში რომ შეგაწუხეთ. ერთი თხოვნა მაქვს თუ შეიძლება. აი ჯერ კამერასთან ხო არა პრობლემა რომ გადავიღოთ. არანაირად. ერთი თხოვნა მაქვს, მოკლედ YouTube-ს ვიღებთ. ახალი დამწყები YouTuber-ი ვარ. ჩემ მეგობრებმა უცებ ესეთი გამოწვევა რომ ნებისმიერ ადამიანის ოჯახში შევიდე, სუფრასთან დავჯდე, სადღეღობით აღვნიშნო ჩემი გაიუთუბერება და თუ წინააღმდეგი არ ხართ რომ 15 წუთი. ჩემ მხრიდან რა არის ეს? არაფერი, უბრალოდ ჩვენი შემოსვლა მეტი არაფერი. მოგძან. ესე მარტივად. ზაღლი? ლუსი. ვა, წავედით. მოგძანდით. მადლობა. გამარჯობათ ბავშვებო. მოგძანდით. გიორგი. Gabriel. გიორგი. Temo. სასიამოვნო. რამდენი წელი ბავშვებო თქვენ? 5 წუთი მადროვით და უცბად სუფრას გავშლიმეთ და აუ ძალიან დიდი ბოძი, ძალიან არ შეწუხდეთ. აი ერთი ჭიქა ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და სო, ანუ უბრალოდ რა აღნიშნეთ. მადლობა. რომელი ფუძე უყურებთ? და მამა საჭმელს ამზადებს. კიდევ ქიმენას, გიგი ქათამაძეს, მეც არის. გიგი ქათამაძესო ამათმაც რო იცოდე გიგი აღარ უყურებენ დღეიდან შენ გადაცემებს YouTube არხს. შენ? მეც იგრებს ვიყურებ. აზმები არიან გამახსენდა მეგობრებო. შეგლეძახ სულ დაუძახო ძალიან საყვარელია. ლუსი. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება ლუსი. კარგი, კიდევ რა მაინტერესებს სანამ საჭმელი გავსვენდება. ისა დედა თქვენი კარგი საჭმელს ამზადებს? კი. ეს ძალიან კარგია. თქვენ უნდა დახოთ ახლა როგორი გაცილებულია ჩემი კამერამენი. ფერი არადოს სახეს. მაგრამ არა, ჩვენ უკვე დავძმაკაცდით. ჩემს, აუ, გამომიწერეთ ისე? ჯერ არა, ტელეფონი მოიტანა. რისი სურათი გიყენია? რა ბარსელონა, ხალხო რეალ მადრიდი. ბარსელონა. რა არა. წავედით ამსახლიდან აქ ბარსელონას ფანები ყავდა. თქვენ შენც ვერ ვიძერ? აური subscribe. არა, პრობლემა. დიდასაც ვეთქვით ეხლა. მე რო შუაში დავჭი შეიძლება? შინაურულად.
კიდევ ვიყავთ ოჯახში რომ გამომიწეროს. არა. ბებია. ესეც გამოაწევა. ნამხელა ლუსი? სამსამისთვის. შენს ლუსი. აუ, თოს არ შეწუხდა. მართლა უცებ გავიქცევით ჩვენ. ქართულ ტრადიციებს როგორც უყვარს და სიმართლეს მიწებას ისე მოვიქცე. ბიჭებმა თავი ხوار მოგაწყვინეს. არა, პირიქით კაცო. გავხიარულდით, გაბაცნეს თავები. და დედას ტელეფონით დამაფოლოვეს იმაზე. შენ ტელეფონზე ჩემი ტელეფონი ჯიბეზე. და დავაფოლოვოთ. ეს აქეთ დავდგათ. ესე დავალაგოთ? აქ ესე დავდგოთ ეს მაგდა. მეგობრებო, 1 საათში იწყება ჩემპიონთა ლიგა და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ბარემ ამხელოს უფრო ვშვრით. ჩავედით ეხა ამოვიტანეთ სასმელები, აქ იდობა რა აღარდებს. ჩავედით ამოვიტანეთ და ბატონი ვახოს მეგობრებთან ერთად ფეხბურთსაც უნდა უყუროთ. მოდი დაჯე. ჩვენ ძმაკაცური. ბიჭებო, ცირედით ბოდიში ესე უცბად. მაგრამ ფეხბურთისთვის ვემზადებით ჩვენც და ცოტა ხანში თუ გაჩერდებით და შემოგვიერთდებით, დანარჩენი მერე იქნება. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ ოჯახში, თქვენი მოსვლა ჩვენ დახვედრას გაუმარჯოს. ხვავი ბარაკა, ღმერთმა არ მოგიშალოს და ერთმანეთთან მისვლა მოსვლა და სტუმართ მასპინძლობა. კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენ ოჯახში. ძალიან გამიხარდა მართლა ესე უცხო ადამიანის ოჯახში რომ შემოდიხარ და ესეთი ფილად ხვდებიან და ესე ძმაკაცურად რო გიღე, ესაა ქართველობა და ესაა ჯიჯიგარი. ესაა მეტი არაფერი დაგვრჩენია ამ ცხოვრებაში და ამ ქვეყანაზე. გაგიმარჯვოთ, ერთად გაგიმარჯვოთ, კარგად ვიყოთ, ბედნიერად ვიყოთ. გაიხარეთ, იცოცხლეთ. ისე რამდენი უცხო ადამიანის მოვა ყველას უნდა დაპატიჟოთ სუფრაზე. სტუმართ მოყარეობა ესაა ძმაო. ჩვენი მამა პაპამ ესე გვასწავლა და გაგზავნა. სხვანაირად არ იქნება. თქვენ მისამართს ვეთქვი მაშინ მაყურებელს ამჯერეს თუ საჭმელი დაჭირდება უგემრიელი საჭმელი. ჩვენი ოჯახის კარი ყოველთვის ღიაა. სტუმრისთვის. ყველასთვის ტერი მოყარე არ აქვს მნიშვნელობა. მე უკვე ირკვევა ვინ ტერი არის და ვინ მოყარე. არა, ჩვენ უკვე მაგაცობთ, ჩვენ უკვე მოყარეები ვართ ერთმანეთს. ეს სახლისაა, ხო? კი. წარმოშობით საიდან ხარ? დუშეთი. დუშეთის რაიონის სოფელი დავათი. აი, დავათიო თქვენ მაშინ მაიგე. ეს უნდა გაზარდოთ. ერთი სული აქვს, როდის დაითხოვენ ახლა რომ სოფელში წავიდეს. არ დაგებარდაგეთ ხო ჯერ? როდის მივდივარ თქვენთან სოფელში? 15-ში გადავდივართ უკვე. შვენიერი 15-ში, ანუ ცოცხალ დედლებსაც შევხვდები თქვენთან. კი ბატონო, არ არის პრობლემა. თქვენ ოღონდ მობძანთ. იგივე, შენც გადმოიპატიჟე ხა ეს ხალხი ჩვენთან მარტო ჩვენ მისვლაზე რომ ვართ. კიდევ ერთხელ რომ შემახსენო რა სიღებთ? ეხა ვიღებთ მოკლედ აგიხდით. YouTube-ზე არის ესეთი გამოწვევებია, რომელსაც მეგობრები ერთმანეთს მეშვებიან და იწვევენ, მოკლედ რო ვთქვა. და ერთ-ერთმა მეგობარმა, ჩემმა მეგობარმა გამომიწვია, რომ ნებისმიერ ადამიანის ოჯახში უნდა შეხვიდეო, ეს უცხო ადამიანის უკვე თქვენთან შემოვედი და ცხოვრების ახალი ეტაპი უნდა აღნიშნოთ ერთად, იმიტომ ის ვეღარ ახერხებდა ჩამოსვლას და ეს ჩელენჯი ნამიწესაა რა მოკლედ. აჰა, ძალიან კარგი. მე მგონი გამოვა და შედგება. თქვენი დახმარებით პირველ რიგში, თქვენი დახმარებით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მართლა ძალიან მერიდება. ეხა კადრში არ ჩასვლა გაწეთებული ვარ. ძალიან მერიდება მართლა და ერთ ანალოგიურად მოიქცეო და ჩემ ადგილზე. ვერ დაკეთახმებით. ვიღაცები არ მოიხსნენ ეგრე. ვიღაცები ეგრე არ მოიხსნენ. ერთს ვიტყვი თუ შეიძლება. კი ბატონო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის. უნებრივად რომ გამორჩეს კადრშიც, ვიცით რომ ველოდებით მაკაცებს, მეც დაგეგმილი მქონდა რომ შევხედრო ერთად გვეყურები და ფეხბურთიც, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. გადარბენებზე ვარ როგორც ყველა ქართველი კაცი. მოკლედ, თქვენ გაგზელებას გაუმარჯოს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ სუფრისთვის. შემდეგში იმეც ვიქონიებ რომ კიდევ მრავალი კაი ამბები შევხვდებით ერთმანეთს. თქვენი მისამართი უკვე კომენტარებში იქნება და შეგიძლიათ მომბრძანოთ ამ ძალიან მაგარა და ჩუმად. კი არა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და იმედია ხშირად შევხვდებით ერთ-ერთი კარგი ამბებში და წარმატებები გქონდეთ ცხოვრებაში და წინსვლა გქონდეს ყოველთვის. როგორც ჩვენ გულს გაუხარდება, ისე ყოფილიყავით და სასიამოვნო იყო კიდევ და კიდევ თქვენი გაცნობა. მადლობა.
წარმატებები გაიხარეთ. ცხოვრებაში და ყველასა კაი საქმეში. აბა მადლობა დიდი და ნახვამდის. გაიხარეთ. კარგად იყავ. ანუ პირიქით გავიკეთე ისე ვინმე. ვაჰ. ნერვიულობდა ბიჭი. მისი ნერვიულობა აქ არ დასრულებულა, რო იცოდეთ. მალე მისი მეგობრის თამთას დაბადების დღე ახლოვდებოდა და საჩუქარი მოსაფიქრებელი ქონდა ყველა ვარიანტში. მაგრამ ამ საჩუქრის ძიების პროცესის მინდოდა რომ გამოწვევა ყოფილიყო. ვიცოდი, რომ რაღაც განსაკუთრებულ იდეას უნდა ეჩინა თავი. ამიტომ ვაიძულე მათი ისეთი საერთო მეგობარი მოეძებნა, რომელთან ერთადაც თამთასთვის რაიმე არაორდინალურ საჩუქარს მოიფიქრებდნენ. პარას ეს იდეა რა თქმა უნდა მოეწონა, თუმცა შველა საბოლოოდ ყველაზე უსაშველო ადამიანს თხოვა. იმის მაგივრად რომ უნამუსო ბარა მოფიქრებაში დახმარებოდა, იდეის სრული პასუხისმგებლობა ამ ადამიანს ანდო. და ვის? ახლა ვეგაი. შეჩემა ხო გითხარი რა გინდა რა გაყვირებს ბიჭო? ხო გითხარი გამოწერაზე არ დაგავიწყდეს. ბიჭო წერდი? გამოწერა. ხო, ისე მეგობრებო, არხი გამოიწერეთ. ბარა სიცოცხლე, ბარა ძმაო, რა შვები, რამ გაგახსენე ჩემი თავი. ბიჭო, რავი, კაროჩე, იმენა საჩუქრებში ვარ, ძალიან სუსტი ვარ, იმენა. ერთადერთი რაც მახსენებ არის ყვავილები რა, მინდვრის ყვავილები. ხო და რავი, რა გავაკეთოთ, ანუ შენ ახლა როგორ საჩუქარს ფიქრობ, რომ იმენა მთელი ცხოვრება ამაზე ლაპარაკოდეს თუ აი პროსტა რავი, ჩემი თავი რო აჩუქო. ეს არის რა ქვია. არ ვიცი, მუსიკა ხო არ გავუკეთოთ, მე რაღაცას დაგიწერდი მელოდიას და შენ რაღაცნაირ რეჯს შეიყვანდი რა. ეხლა მე დიდი მუსიკოსი არა ვარ, მაგრამ რაღაცა გულს გაახარებდა რა. აუ რა საფიქრალი მომეცი ჩემი. ვიფიქრებ, კაროჩე. შეიძლება ისეთი ამ მუსიკას ყვავილებიც ჯობდეს რა. ასე თუ გავაკეთებ. მოკლედ, დავიძარით თედოსკენ. ძალიან ხარი უბერავს. მატრაკი ხო არ მიჩვენს. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი რაცა, მე მაქვს საჩუქარი თედოსთვის, თედო დამელოდე. ეს შენ ჩედო არა თედო ჩემო. 23 წუთში ვიქნები თედო შენ. წამწამ დაჯეთე. აუ, ხო, რო არ დამეხედა ეხა, ამ წუთას რო არ დამეხედა, გიორგი მსვამდა ამაზე. ბრენს არ გამოუაჩინა, ამაზე მსვამდა. ასაღებიან მაქვს. კატრით აქ დაჯმულია ისე რომ იცოდე. დავედით. ჩემი ისე ვარ. იცით მეგობრებო, ადამიანები ძველ დროში წითელზე რატო ჩერდებოდნენ? ხტები თუ რა ოპერატორი მყავს. ძალიან სახალისოდ მიდის ჩვენი გზა. რამე ისეთი უკრატო ჩემი ხმები არ შედიოდეს მიკროფონში არა. აუ მეგობრებო, ეხა ძალიან ბევრი კაი კადრი მქონდა, უბრალოდ ხუმრობას მოსამამობ, ჩემი ოპერატორის სიძველის ხმა შემოდის თქვენთან. ეს არაეთიკურია. ეუნებ წაშალე თავიდან გადავიღოთ. ამ დროს ვიჭედებით რა. Toward Baktrioni Street, then turn right onto Baktrioni Street. თუ დაგაინტერესებთ მე ვარ რა ოპერატორი. აი ვისაინტი რომელს გაინტერესებდათ, მაინტერესებს მართლა. ანუ ეხლა ისხდნენ რაღაც პოპკორნს ან რაღაც გაცხელებულ ხაჭაპურს ჭამდა ხალხი და ნეტა ოპერატორი ვინა უძახდნენ. ახ შენ მოგიდა. შესასვლელი. იგრევე, ნახე მანქანის გვერდიდან, ნახე. ხო? აი, არქასადაც აყენია, ხო?
ბიჭო, გაგიგებ ეხლა კარს. ხო. და მესამეზე ამოდი კიბით. აი მახსოვრეთ რამ ხელას შრომას ვდებ ამ YouTube-არში. მესამეზე ავდივარ კიბით. მოთ მე მე-6-ზე ვცხოვრობ და იქაც კიბით დავდივარ. წამოწმა. TEDx მაია პრობლემები ზოგადად. და საჩუქარი ხო? აუ, ჩემი საოცნებო. ალი. გაუვარჯეს, უზადი. წინშიაჭე. რასვაგეთ. ჩვენ როგორი სიმღერა როგორი ტრეკი გვინდა? ონი მე თლიანად ჩენზე ვარ დამოკიდებული თედო მე ვაფშე არაფერს შუაში არ ვარ. მე რა შუაში ვარ. სვინერტი სა. ხო შენი მეგობარი, ხო შენი თანამშრომელი, მე რა შუაში. სვინერტი. აი როგორი ვაიბი გვინდა, იცი? ძალიან cool ტრეკი. აი ჩათვალე აჭარის მთებში რაღაც ზღვის ტალღების სიამონება და აი ძალიან კარგად რო უსმინოს ეგეთი ტრეკი გვინდა. ოღონდ ერთი პრობლემა კიდე. მე ვაფშე არც რითმის გზნობა არ მაქვს, არც მუსიკის წერა. მე ხო მუსიკოსი კი არა ვარ, რეებს მეუბნები. ვიდი აბა გავუშვით ნახოთ. დავიწყოთ რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ. ძალიან კაია, მართლა ძალიან კაია. რა გინდა იმენა სო ეგა. მე გაი თემა მიგინებული. აი ეგ აკორდი გვინდა პირველ. აჭარა იცი. ეს ცოტა რაღაცნაირად ისინი. ეს უფრო კეიტა. ხულოს ვეგან დამიყვანა. უფრო ხულოს კი. ეს კედა. სუმბათას ყავასყავი წერდებოდა. ნუ მართლა 8 საათი გვაქვს რომ მოვასწრო ტრეკი ჩაწერა და რა. რანაირი დავალება მომიცი, რაღაცა მოიცადე, რაღაცა ძველი პროექტი მქონდა, მაგრამ რა გაასწორებს, იცი რა მე ვოისები ხო არა, გიქიმის რა თამთასი რო აი რაღაცნაირად აი. ბიჭო, თამთას ვოისები მაქვს, მაგრამ ძირითადად არის ჩხუბი, ომი, ღალატი. ნუ მარტო ეგენი მაქვს. ანუ ისი გამოჩენაც არ შეიძლება. აქ არ შეიძლება. მოსმენას არ გაუხარდება. ანუ არა, ძალიან კაი, ეგ ჩაუსვათ. აი ერთ წამთ ნახავ, კაი იმასაც ჩაუსვათ. იცი რა, რაღაცნაირად ტრეკი რომ მაგით იწყებოდეს, მაგით ვოისით რა, რაღაც ისეთი გადაუღოთ უკვე ხა თუ. არა, ხო რაღაცას. აი მზის ჩასვლა ძირც. ბურნოსუნი ზამოვი. ხო, რეკლამასაც გავუშვით არ ვიცი, მაგრამ ჩანგალუნგეები არიან მასშტაბი და ერთმა ინდოელმა და იახნა შეიძლება სულ ბოდიში არ მომთამაშეს დრო. კაი, დასაწყისი ძალიან კაი. თეთო პასტა არ გიწევს კალამი. გავაძრო? არ არის. დაწერა ხო? ეს უნდა. ნოტებში ჩავიწყო. შემოვედი მოდუში და დავინახე შენი თავი იცოდე. შემოვედი მოდუში და დავინახე შენი თავი იცოდე რომ ყველაფერი რაც აქ არის შენი არის შეგაკეთე ჩემი გული სექციებში დაკარგული. სულ როგორ უნდა დაარეგულირებო პროცესი. აცა როგორ არის შენდაგეცა? შენდაგეცა მაშინ თუზი როცა ნახე თუზი. შენდაგეცა მაშინ თუზი. რაღაცა გამოდავა. მე ხوار იყოს კიდე ხუთწამიანის რომ მეც გილოცა ეს. დავай მოდი ჩავწერ. გილოცავ. 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 შემოვედი მოდუში და დავინახე შენი თავი იცოდე რომ ყველა შემოვედი მოდუში და დავინახე შენი თავი იცოდე რომ ყველაფერი რაც ძლივს შევედი. აი, დაგირე, კავძმაო 1 საათი. მე მეორე ბექიც უნდა გადავადოთ. ცხოვრება აქვს ცოტა რთული ზოდიაქო გამართული მანგაკი და შენი სული ეს კაია. კონცეს წაიღიღე. შენდაგეცა მაშინ თუზი. შენდაგეცა. შენდაგეცა მაშინ თუზი. შენდაგეცა მაშინ თუზი. სანახე რეიდუზი. ნუ შეიძლება. კონც ისიც ცოტა ტელეფონის ეფექტივით დავადოთ მაგ ბექს და იგი კი ბატონო. ყველაფერი თავი უნდა ჩავწერო. ყველაფერი თავი. თამთა მომავალ წელს იქნება ტრეკი. ამ დროს პირობას გაცლავ.
40 რო შეგისრულდება, ან რაღაცა 45 წელი. ანუ 40-ին გასწავლე. დაბადე წელი ვიგულისმა, წელი. შემდეგ წესნა შეაწერა მამა ფლექსთან. ისიც ყოლა. ბათუმი. მე მამა ფლექსი ნიაზდია სამჯი და კირამი. მე შევდივართ აბელტონში, ვუკიდებთ ამ ფაილს შენი აი აქ. მე გავშინაურდი თავს ისე გზნობ როგორც საკუთარ სახლში. და ჩასვლა დაუწევდე. სუდის ნიშანია წელიწად დაბადების ხის გადახდა, ამიტომ შეგიძლია ბათუმში და თორპიკის თერზე დამინოსო. ძირფასურა ყველა როლშია ბოდიში არა მაგ თამაშის დრო. ეგონიეგა. ჩემი ძლიერი მხარეები არის გლიცინი. გლიცინი და ჩემი პირადი ცხოვრების რაღაცები. მე ხო ეგაა, რომ ყველა პოდკასტში მივიდივარ და ეგეთებს ყვები, რომ აი ჩავიჭი და რაღაცა. YouTube არხი მეგობრებო არ იქნება ისეთი როგორც იყო TEDx პოდკასტები. მაქსიმალურად დადებითი ენერგია იქნება და აი ცოტა ხო ვისაც დანძრეული ქონდა რომ ყველა მოდი. ანუ ადამიანს ქონდა გადაცემა ვისაც დანძრეული აქვს და ჩემთან არ იყო დადებითი ენერგიებიო. როგორ მოგეწონათ? როგორი არტისტი ვიყავი? არა არტისტული ხა არა თავარი არის. ისაც აქვს რა. შემართება, იუმორი, დანარჩენი სპონსორიც გეყოლება ან მოდუს. ეს ჩამიშვით თავარა კადრად. ბოლოს მე ამ გადაცემის განვითარებას ხედავ, რომ ცნობილ ადამიანებს სახლებს ურემონტებ. სიმღერებს წერდა და ხატავ. ბიჭო არა, მე რაღაცა მხატვარი ხატავ და სახლს ურემონტებ. არა, მე მგონია რომ მოკლედ, ძალიან კაი იყო თენდო, მადლობა. ძალიან რთული. რამდენი ხანი დაგჭირდა? სხვათა დიდი ხანი არ დაგჭირდა რა, უფრო მეგონა რომ გაგვეწელებოდა ეს პროცესი. ამაზე თან ლაივში და შეუსრულო, ხო? ძალიან რთული. შემოვედი მოდუში და დავინახე შენი თავი, იცოდე რა ყველაფერი რაც აქ შენი არის შენი. შენი გული სექციებში დაგაგული რაღაც უნდა მეტი ფული ანგარიშზე 6 ნული წავრება აქვს ცოტა ფული ზოდიაკო გამართული მაგა კიდე შენი სული ფენომენი თანზეტური მოთმინება ნოლის ტოლი გავიტანი ავტოგოლით გვილი როგორ ჯელიბონი ყველას მისто შენი ტონი შენ დაგეცა მაშინ დუზი ამ ხუმრობას ვერ გაგიხელ როცა ნახე რეიდუზი გურამ ანა თვალს აგიხელ არა და თან ვფიქრობდი და მაინც სამშაბათს ხოლმე გადაიხადე ამაზე კარგი საჩუქარი არასდროს მე მიყია და ალბათ ამაზე კარგი საჩუქარის ვერასდროს მე ვიღებ უბრალოდ. აი ნუ ამატირეთ ამთა ეხლა რა. მოკლედ, კაი გამოვიდა რა ერთი სიტყვით პირველი ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში ნორმალურია რა. მართლა კაი გამოვიდა. გამოგვიწერეთ მეგობრებო, თქვენი იმედი მაქვს ყველასასი. არხი გამოიწერეთ ბიჭო. აი ეს კლიპი როდის დაიდება? რა არ ვიცი, 1-3 დღე მაგრამ. შეჩემა რა თუ უნდა 3 დღე. რა თუ უნდა შენ გიკეთებ 3 დღეში, თორე ერთი გაიკითხე იქ თელიავაზე.